არსაც სხვაგანი. მე არ ახლა მიკორა Excel-ში, კახეთის გზატკეცილზე. იმიტომ რომ დღეს ვაპირებ მოამზადო ძალიან სწრაფად და გემრიელად. ამისთვის კი რაც მჭირდება, იყიდება მხოლოდ აქ. მიკორა სუპერმარკეტში. დღეს ჩვენ მოვამზადებთ რამდენიმე სახეობის ატრიას და ქათმის როლებს პატარა მანდის როლის აიდუმოებით. ამისთვის მე ავარჩიო ოიაკატას სწრაფი მომზადების ატრია, რომელიც ნამდვილი იაპონური ატრიაა, ტრადიციული წესით დამზადებული, სხვადასხვა სოუსებით დასაკვირველი. plus ქათმის სტეიკი ყველით ლაპისთვის, ვენჯოს კიტრის მწვანე და ძალიან გემრიელი ემბურგის ბენზინური ყველი ზეთის ხილი და მწვანეებით. აუცილებლად პრიპრავკას ქათმის სანელებელი, ცელის მარცვალი და ასე შემდეგ. ფილამას დაკეტილი პომიდორი და ფილამასვე ბაზალი. ძალიან გემრიელი. ცინცხალი ბოსტნეულისა და ციტრუსების სალსასაც მოვამზადებ, რომელიც ძალიან უხდება ხრაშუნა ქათმს. მე ვარ სწრაფად და გემრიელად მომზადების ოსტატი შეფი მანჯი. დღეს მე მოგიმზადებთ იაპონურ ატრიას, ქათმის ურაბს, ყველით და სალსით. ქათმის ურაბისთვის დამჭირდება ფრანგული დუს წარმოებული ქათმის სტეიკი, რომელიც რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არ შეიცავს პალმის ზეთს, სხვადასხვა კონსერვანტებს და ასე შემდეგ, მზადდება ძალიან სწრაფად, შეზავებულია მექსიკური სუნელებით და არის ძალიან გემრიელი. ასე დანიური ფირმა ემბურგის ბენზინური ყველი, ამ შემთხვევაში ზეთის ხილით და სუნელებით, რომელიც არის უმაღლესი ხარისხის და ემბურგი აწარმოებს თითქმის ყველა ასორტიმენტის ყველს. ახლა გაზაფხულია. ამიტომ გავაკეთოთ ცოცხალი სალსა, ციტრუსით, ესეთი ეგზოტიკური მანგოთი, ბოსტნეულით და ასე შემდეგ. გასაკვირველია ეს ყველაფერი მიკორა Excel-იდან. წავიდა. ესეც ასე. ეხლა ვამზადებთ. ნუ პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სალსას მანგოთი გასაკვირველია ცოცხალი მწვანეებით და ასე შემდეგ. გამერღილი წიწაკა და შეგვიძლია დავსინჯოთ. აუ რა ცხარია. კაგი. ცოტა მომდაუმატოთ. მექსიკური სიტყვები არის ჰოლა, იცი, მუჩაჩო, საოცრად ცხარეა. ოიაკატა, სოფლიო ჩემპიონი და ატრიის ნინძა, რანგული იაპონური პროდუქტი, რომელიც ძალიან გემრიელია, ძალიან სწრაფად მზადდება, თავის სუნელებით, სხვადასხვა სახის სოუსებით და ასე შემდეგ. დღეს რახან იაპონური ასე ვთქვათ, დღე გვაქვს. შემოგთავაზებთ ოიაკატას კლასიკურ იაპონურ სწრაფი მომზადების ატრიას. ძალიან გემრიელი და ძალიან სწრაფად მზადდება. თან არჩევანი არის დიდი. სხვადასხვა გემრიელობით, სხვადასხვა ინტერპრეტაციებით. დავეროდოთ 2-3 წუთი. ამასობაში მოვუძებთ ოიაკატას რამენი სოიოს სოუსი.
მართალია ჩვენი რამენი სოიას соусით უკვე მზად არის და სწრაფი მომზადების კერძია, მაგრამ ნამდვილ რამეს აკლია ხორცი, აკლია კვერცხი მოხაშული და მე ცოტა სოიას соусს დავუმატებდი. მოვაყავთ. ძვალი ხახვი. ცოტა სოიას соусიც დავუმატოთ. აი ხმოვდა. სწრაფად, მარტივად, გემრიელად. ეს ის ჩვენი იაპონური, მექსიკური დღის მიქსი. გემრიელ დღეს გისურვებთ.